მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 28. ორმა ბიჭმა ერთდროულად ისროლა კენჭები ტბის ნაპირიდან ჰორიზონტისადმი კუთხით. მეორე კენჭის ტბაში ჩავარდნის მომენტში პირველმა მიაღწია ასვლის მაქსიმალურ h სიმაღლეს. მოცემული გვაქვს h პირველის მაქსიმალური სიმაღლე, პირველი კენჭის მაქსიმალური სიმაღლე, რომელიც მან მიაღწია, ტოლი არის h-ის და უნდა განვსაზღვროთ მეორე კენჭის ასვლის მაქსიმალური სიმაღლე. რომელიც სიმარტივით h-ით ავნიშნოთ, მოდით. და ეხლა მივაქციოთ ერთ პირობას ყურადღება. ჩვენ აქ როგორც ხედავთ, გვეკითხებია, რომ მეორე კენჭის ტბაში ჩავარდნის მომენტში პირველმა მიაღწია ასვლის მაქსიმალურ სიმაღლეს. დავუშვათ, რომ პირველი სხეულის მთლიანი ასვლის და ჩამოსვლის დრო ტოლი არის t1-ის, ხოლო შესაბამისად მეორეს ასვლის და ჩამოსვლის დროს დრო ტოლი არის t2-ის. ანუ მთლიანი მოძრაობის დრო შესაბამისად პირველი სხეულის არის, პირველი კენჭის არის t1, ხოლო მეორის არის t2. ახლა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რომ კუთხით გასროლის სხეულის ამოცანის განხილვის დროს ასვლის და ჩამოსვლის მაქსიმალური სიმაღლეზე ასვლის და ჩამოსვლის დრო ერთმანეთის ტოლი არის. შესაბამისად, t1 თუ არის პირველი კენჭის ასვლის და ჩამოსვლის დროს, ანუ მთლიანი მოძრაობის დრო, მაქსიმალური სიმაღლეზე ასვლის დრო იქნება t1 შეფარდებული 2-ზე. რა პირობით გვეუბნებიან, რომ იმ დროს, როდესაც პირველი სხეულიო მაქსიმალურ სიმაღლეზე იმყოფებოდა, მეორე უკვე მთლიანი მანძილი გაუვლიაო, ანუ ასვლა კიდეც და ჩამოსვლა კიდეც და დავარდნილა გარკვეულ ადგილას. ანუ ეს ტოლი გამოგვდის t2-ის. t2-ის. ну საიდანაც t1 პირველის მთლიანი დრო ტოლი გამოგვდის 2t2-ის. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი სხეულის მაქსიმალური h სიმაღლე ტოლი არის j t1-ის ნახევარი, ანუ ამ დროში ავიდე მაქსიმალურ სიმაღლეზე კვადრატი შეფარდებული 2-თან. ეს თავის მხრივ ტოლი არის, რადგანაც t1 შეფარდებული t2-თან t2-ის ტოლი არის, შეგვიძლია აქ ჩავსვათ t2, შესაბამისად მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის j t2-ის კვადრატის ნახევრის. ამასთან მეორის შემთხვევაში h2-ისთვის რას მივიღებთ, დავწეროთ, ეს იქნება j t2 შეფარდებული 2-თან კვადრატ ნახევარი. ამ სიმაღლეზე ავიდოდა მეორე კენჭი, ეს კი ტოლი იქნება j t2 კვადრატი შეფარდებული 4-ჯერ 2-თან. ეხლა თუ დავაკვირდებით აი ამ გამოსახულებას, აი ეს. და აი ეს გამოსახულება ერთმანეთის ტოლი არის, რომელიც თავის მხრივ h-ის ტოლი არის. ну ესე იგი აი ეს სიდიდე ტოლი ყოფილა h-ის. შესაბამისად h2 ტოლი გამოგვდის h4-ის. ანუ საბოლოოდ პასუხიც თუ ჩავწერთ, ჩვენ გამოგვივა, რომ h2 მეორე კენჭის ასვლის მაქსიმალური დრო ყოფილა h4-ის. პასუხი B.